დღემშვიდობის ეთერშია გადაცემა ახალი შუადღე გოჩასთან ერთად ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ და რა თქმა უნდა დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი უნდა წარმოგიდგინოთ ვაკეში მდებარე მაცხოვრის ფერისვალების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა ლუკა მუხრიკულაშვილი მოგესალმებით ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად აღსდგა ბედნიერ დღეს გისურვებთ და რა თქმა უნდა ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელსთან ერთად ვზეიმოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ჩვენ ვისაუბრებთ თუ რა არის აღდგომა, რამდენი ათასწლეული არის და ერთ-ერთი ბრწყინვალე დღესასწაული არის აღდგომა უფლისა ჩვენი იესოსი. და ყველაფრის შესახებ მოგვიყვებით თუ რამდენი აღდგომამდე 40 დღე მარხვის პერიოდი უწევს, შემდეგ აღსარებები, ზიარებები და ძალიან საინტერესო არის და რა თქმა უნდა ჩვენი სული საზრდო არის ეს ყველაფერი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ყველა მაყურებელს, ტრიალეთის ტელევიზიას დაგლოცავთ, გაგახაროთ ღმერთმა და მადლობა. გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს. აღდგომის დღესასწაული არის თვითონ თავში აღდგომა შემოიკრებს ყველა დღესასწაულს და იწოდება დღესასწაულთა დღესასწაულად, იმიტომ რომ ეს თრამის ამოსვალი მოციქული, რომ თუ ჩვენს სარწმუნოებაში აღდგომა, ქრისტეს აღდგომა არ მომხდარა, ჩვენ ყველა საცუდავი ადამიანები ვართ ქრისტიანები და ეს ნიშნავს იმას, რომ აღდგომით მოხდა ესეთი ტროპარი გალობება, რომ ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილით და სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავებშინა და ცხოვრების მიმნიჭებელი. ქრისტემ თავისი აღდგომით, თავისი ჯვარცმით ჩაიტანა სიკვდილში, სადაც იყო ჯოჯოხეთი და მანამდე ჩვენ ვიცით, რომ ადამის და ევას შეცოდების შემდეგ კაცობრიობა ადამიანები ვეღარ ხვდებოდნენ ხოლმე ღვთის წიაღში და ისინი განეკუთვნებოდნენ ჯოჯოხეთის საკუთრებას და ქრისტე თავისი აღდგომით ჩადის ჯოჯოხეთში, ამსხვრევს ჯოჯოხეთს და იქიდან ამოყავს მართალი სულები. და ეს არის დღესასწაულთა დღესასწაული ზუსტად ამის გამო და ეს არ არის მარტო მაშინდელი ქმედება. აღდგომა არის ყველა ჩვენთაგანისთვის, როგორც ღვთის აღდგომა მოხდა და ქრისტე აღსდგა და რაღაცა თავისი ცხეული ქონა, როდესაც შეეძლო კედელში გასულიყო, თავის მოციქულებს გამოცხადებოდა, თან ასევე ეუბნება მოციქულებს, რომ მოდით და ჩემს სამშობლოში ხელი დაადეთ და დარწმუნდით, რომ ნამდვილად მე ვარ. ესევე მათთან ერთად საკვები მიირთვა. მაგრამ ამავდროულად თან ესეთი საკვები არ ჭირდებოდა მათ, რომ დაერწმუნებულა, რომ ის არ იყო მოჩვენება, ამის გამო ამას აკეთებს. ჩვენც იგივენაირად მოგველის აღდგომა, ჩვენ როდესაც მრწამსი სრულდება, მრწამსის სარწმუნოების სიმბოლო არის მოგეხსენებათ და ჩვენ მრწამსში ვამბობთ ყველა ჩვენ რასაც ვაღიარებთ ქრისტიანები და ბოლოში სრულდება ესე რომ მოვლი აღდგომა სამკვდრეთით და ცხოვრებასა მერმესამე საუკუნესა სამი. ყველა ქრისტიანი ჩვენ მოველოდებით აღდგომას, ჩვენივე სხეულებიდან როდესაც ჩვენ დავიგზავნებთ ყველა ადამიანი უცბად გარდაიცვალა და შემდეგ მოხდება აღდგომა და ეს წინასახი არის ქრისტეს აღდგომა, რომელიც თავისი ჯოჯოხეთში ჩასვლით სიკვდილით დათრგუნა და მოგვიტანა სიხარული და ეს არის უმნიშვნელოვანესი დღესასწაული აღდგომის და ჩვენც ადამიანი ალბათ ვინც ვერ იმარხულა ამ აღდგომამდე ძალიან გაუჭირდებოდა ამის სიხარულის სრულად შეგრძნება და ხშირ შემთხვევაში აღდგომა დადის ხოლმე ადამიანისთვის მხოლოდ პასქის დონეზე და კვერცხის დონეზე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ ყველას თავის წილ სიხარულს ყველა იწვნევს აუცილებლად, მაგრამ მარხვას წინ ჩვენ ვიცით რომ აღდგომის წინ 40-დღიანი მარხვა ახლავს ამ ყველაფერს და ამ 40-დღიანი მარხვის პერიოდში ადამიანი საკუთარ თავში ფიქრდება და ყველა ქრისტიანისთვის ალბათ ის პერიოდია, როდესაც ამ პერიოდში ყველაზე მეტად საკუთარ თავში უღრმავდება და აცნობიერებს თავის მანკერ მხარებს და ცდილობს როგორ დაწინაურდეს ღმერთის წინაშე, იქ რაღაცა მსახურებების თავისებურად შეცვლილი არის და ეს მსახურებების გვეხმარება ამ ყველაფერში სინანულისგან აღუძრას, იქ ეფრემასურის ლოცვები იკითხება, რომელიც რა სინანულთან არის დაკავშირებული და ჩვენ ყველა ადამიანები ვემზადებით აი ამ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულისთვის, რომელიც უკვე დადგა აღდგომა და დღეს ახლა უკვე ორშაბათი არის, შესაბამისად ამ აღდგომას ახლავს როგორც სულიერი ესეთი უზომო სიხარული ყველა ადამიანის ცხოვრებაში და იმის მიუხედავად რომ ეს რაღაცა დაღლილი ადამიანები გამომშრალი ამ საკვების არ მიღებისგან, ლოცვისგან დაღლილები უდიდეს სიხარულს განიცდიან აღდგომის ღამის დევაზე და ეს არის ბედნიერება ყველა ქრისტიანისთვის. მართლაც ბედნიერება არის და მიცვალებულთა ხსენების დღე არის ყოველი 13 რიცხვი არის დღეს ორშაბათი და მიცვალებულის დღე და ეს როგორ ხდება ეს ტრადიციულად ჩვენმა უწმინდესმა გარდაცვალებულმა ილია მეორემ დააწესა ეს მიცვალებულთა ხსენების თქვათ გასვლის დღეს სასაფლაოზე და თქვენ როგორ ფიქრობთ რომ
ადამიანებს რაღაც შვება აქვთ, როდესაც მიცვალებულთან ეს კონტაქტი აქვთ და რატომ მოხდა ესე თქვათ მეორე დღეს ეს იყო წესად დაინერგა, რომ მიცვალებულები მოგვეხსენებიან მეორე დღეს მისულიყავი და წინა დღეს გვეზეიმა ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ჩვენ ვიცით, რომ რაიონებში, სოფლებში არის ხოლმე ტაძრები, სადაც გარშემო არის ხოლმე სასაფლაოები და წარმოუდგენელია ხა იქ ადამიანი მისულიყო ეკლესიაში ღამისთევაზე და მე თუნდაც იმ ღამისთევის შემდეგაც არ მისულიყო და არ თავის ახლობლებისთვის ეს არ მიელოცა და ესე ხდებოდა ხოლმე კვერცხს გადააგორებდა ეთყო და ქრისტე აღსდგა და მიულოცავდა თავის მიცვალებულებს რომ აი ამ აღდგომით მოხდა ის რომ დაირღვა ჯოჯოხეთის ძლეობა და თავის მიცვალებულებს ამას ახარებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია აქ არის მეორე უკიდურესობა იმისი რომ ხშირ შემთხვევაში იციან ხოლმე სასაფლაოზე ასვლა და უკიდეგანო ტირილი უიმედობა სასწარკვეთილი გლოვა და ეს ამას ეკლესია ცდილობს რომ ადამიანმა ამისგან თავი შეიკავოს გასაგებია რომ როცა საფლაოზე მივდივართ ის გარდაცვლილი ახლობელი გვახსენებს იმ ტკივილს მაგრამ ჩვენ აი ამ არც ერთი ტკივილი არ უნდა აღემატებოდეს აღდგომის სიხარულს იმდენად მნიშვნელოვანია დიდ დღესასწაული არის აღდგომა და აი ეს არის რომ ჩვენ აუცილებლად არაფერს არ ვაშავებთ როდესაც გინდა კვირა დღესაც რო გავიდეთ ორშაბათსაც რო გავიდეთ სამშაბათს სამით არაფერი არ შავდება მხოლოდ აი ეს უიმედო გლოვა არის ყოველთვის პრობლემა დანარჩენი აღდგომის სიხარული რა ვიცი ყველას უნდა მიულოცოთ და გადავცეთ ამიტომ არის ჩვენ ყველანი ერთმანეთს რო ხვდებით ვესალმებით ქრისტე აღდგათი 40 დღის განმავლობაში სანამ სულთმოფენობამდე ვესალმებით ქრისტე აღსდგათი იმიტომ რომ ჩვენთვის ყველასთვის ეს რაღაცა უნიშნულოვანესი დღესასწაული არის და ნუ რა თქმა უნდა ვისაუბროთ მართლაც განსაკუთრებული თემა არის ეს პატრიარქთან დაკავშირებით ჩვენთვის ესე იგი უძლიერესი სასულიერო პიროვნება გარდაიცვალა და ერისთვის იყო მართლაც მნიშვნელოვანი და თითქოს ის დღეები და ნუ რა თქმა უნდა ახლაც და მუდამ ასე იქნება ჩვენს მეხსიერებაში და გულშიც გვაქვს გლოვა და ყველას ძალიან დიდი განცდა გვაქვს თითქოს დავკარგეთ მამა თითქოს კი არა და ასე არის და დიდი განცდა და გლოვა ქონდა და ნუგეში როგორ უნდა მივიღოთ ახლა ჩვენ მართლა ძალიან დიდი ტკივილი არის ჩვენი ქვეყნისთვის და ეპოქალური ადამიანი გამოგვაკლდა ყველა ადამიანის ცნობიერებაში იყო ხოლმე ის რომ როდესაც უწმინდესი რაღაცა მე შედარებით ახალგაზრდა ვარ ჩემზე უფრო ასაკოვანი ადამიანებიც კი ამას აღნიშნავდნენ რომ ახსოვთ სულ რომ იყო პატრიარქი ილია მეორე და ვერ წარმოედგინათ პატრიარქის გარეშე და ყველა ცნობიერებაში იყო ეს რომ ალბათ აი პატრიარქის გარეშე ვერ წარმოგვედგინა ეს ყველაფერი და სამწუხაროდ დადგა ის რეალობა რომ უწმინდესი ზეცად ავიდა და მიებარა ღმერთს და ჩვენ ყველასთვის ძალიან დიდი ტრაგედია და ტკივილი იყო ეს ყველაფერი ყველაზე რაღაცნაირად დაცარიელებული წირვაზე იყო ის რომ დაობლებული ეკლესია აღნიშნავდა წირვას როდესაც პატრიარქის ამ ქვეყანაზე არ იყო და რაღაცა ამ ტკივილთან ერთად რაღაცა სულიერ სიხარულის განიცდება იმიტომ რომ ზეცაში ხარობს პატრიარქი და მის დაუძლურებული სხეული და რაც რასაც ჩვენ მანამდე ვიცოდით ეს ყველაფერი მას მოშორდა სხეული და სულიერად ის ძალიან ძლიერი და ღვთის წინაშე დიდი მეოხი ყავს ყველა ქართველს. მე მახსენდება ესეთი პერიოდი, როდესაც დაკრძალვამდე პანაშვიდები იყო ხოლმე სამებაში უამრავი რიგები იყო ადამიანები მიემართებოდნენ პატრიარქთან პატივისცემის გამოსახატად და ერთი ისეთი რამე მახსენდება რომ როდესაც ესეთი დიდი ადამიანი გარდაიცვლება ხოლმე ან მისი უბრალოდ დიდი ადამიანის ახლობელი გარდაიცვლება ამ ახლობლის პატივსაცემა ძალიან ბევრი ადამიანი მიდის და გამოხატავს პატივისცემას, რომ იმ დიდ ადამიანს დაენახონ, რომ როგორ პატივისცემა. შინ შემთხვევაში ყოფილა ხოლმე ესე, რომ ეს რაღაცა თანამდებობის პირს გულისხმობ ამ შემთხვევაში ამ რაღაცა ესე წარმატებულ ადამიანს და წარმატებული ადამიანი რო გარდაცვლა, იმდენი ხალხი არ მისულა ხოლმე ვიდრე მის ახლობას. ჩვენ უწმინდეს პატრიარქს რაც შეეხება, იმდენი ხალხი მიდიოდა, აი აქ მაგალითად კიდევ გვაქვს ესეთი ტრადიცია, რომ ვიღაცას აი აქვთ ხოლმე ხო რაიონში სოფლებში სადაც მაგალითად ჩაწერა ხდება ხოლმე ალბათ ქალაქში სადაც რომ ჩაწერენ თანხას რომ მე იმაზე ფიქრობ რომ ხა ჩაწერილი აქ და მე აუცილებლად უნდა მივიდე და პატივისცემა გამოხატო და მეც იგივენად პატივისცემას ან დამინახონ რომ ის ჭირის უფალს პატივიცეთ. ესეთი რამე არ ყოფილა ჩვენ პატრიარქის სამძიმარზე და ყველა ადამიანი თავისი გულის სიხარული და სარწმუნოებით და პატივისცემით მიდიოდა მასთან. წარმოიდგინეთ, გაივლიდა ორიგად გადიოდნენ ადამიანები და მხოლოდ მის ცხედართან გაივლიდნენ. სხვა მეტი საშუალება არ ქონდათ. მრავალი საათი იყო. მრავალი საათიანი რიგში, მაგალითად შემოუღლის შემთხვევაში 11 საათი იდგა რიგში. ადამიანები იყვნენ, რომელიც 11-12 საათი და უამრავი
ადამიანი ესე რაღაცა დაღლასაც ვერ იგრძნობდნენ ზოგიერთი ადამიანი ისე ამბობდნენ რომ ამდენი საათის განმავლობაში რიგში დგომისას ესეთი რამე ალბათ უპრეცედენტოა და არ ახსოვს არ ვიცი მე მგონი კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობს ესეთი რამე თუმცა ხმამაღალი ვერ იქნება ეს ნათქვამი ძალიან არ ვიცი ჩვენთვის ყოველასთვის რა მამა იყო და ყოველასთვის ძალიან დიდი ალბათ ცოტა ისეთი რთული იქნება ვინმე დაიჩემოს ვის რა ურთიერთობა ჰქონდა იმიტომ რომ ყველასთვის მამა იყო და ყველას მამა იყო პატრიარქი და ყველასთვის დიდი ტკივილი და ამავდროულად იმ დღეებში მახსენდება რომ ტკივილთან ერთად დიდი სიხარული იყო იმისი რაღაც სევდიანი სიხარული რომელიც ღმერთთან ყოფობს ჩვენი პატრიარქი და ჩვენ ადრე თუ მაგალითად ვერ მოგვიწევდა მასთან შეხვედრა ეხლა შეგვიძლია რომ ნებისმიერ დროს თხოვოთ და ის ამ თხოვნა შეისრულებს და უამრავი სასწაული და მის ირგვლივ მომხდარი სიცოცხლეშივეს და შემდეგ გარდაცვალებისაც შემდეგაც ასევე. მაინტერესებს რა თქმა უნდა ჩვენ უკვე ვისაუბრეთ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გულოცავ აღდგომის მწვერვალ დღესასწაულს ჩვენ სურფას ტელემაყურებელს და სრულიად საქართველოს და ასევე ისევ დავუბრუნდებით ჩვენს აღდგომასთან დაკავშირებით თუ რა ტრადიციები არის რატომ ასოცირდება მაგალითად პასკა კვერცხი რა დატვირთვა აქვს და თქვათ ჯეჯილს კიდევ ყოველ თქვათ ყველას ოჯახში ხდება ასე და სულ ბავშვობიდან მეც მაინტერესებდა ხოლმე უფრო რა დატვირთვა ნუ რა თქმა უნდა ყველა უკვე ინფორმაციის ბუმია და ვეძიებთ და ვყებულობთ მაგრამ თქვენც რომ მოგვახსენოთ ჯეჯილსაც შეეხება სიცოცხლის სიმბოლო არის და რაღაცა ეს სიმწვანე ახლავს თან აღდგომის დღესასწაულს და სიხარულს ესევე ეს ჯეჯილში ჩადებული კვერცხები და რაღაცა კვერცხი წითლად შეღებილი ასოცირდება იმასთან რომ მარიამ მაგდალინელი რომელიც იყო მენელსაცხებლი დედებში შედიოდა და მაცხოვართან უშუალო შეხება ჰქონდა და ერთ-ერთი პირველი იყო რომელსაც გამოეცხადა აღდგარი მაცხოვარი მიდის რომის იმპერატორ ტიბერიუსთან და ეუბნება ეს რამეს რომ ქრისტე აღსდგა და ის არიჯერებს და ამბობს როგორც ეს კვერცხი გაწითლდება ესე აღდგა ქრისტე და იმ წუთშივე წითლდება კვერცხი და ეს სიმბოლური დატვირთვა აქვს მას თვითონ კვერცხსაც რაც შეეხება სიცოცხლის სიმბოლო არის ნაჭუჭიგნის სიცოცხლე არის ორი რაღაცა ცილა და ყვითრი რომელიც რაღაცა ორ ბუნებასაც შეიძლება შევადაროთ მაცხოვრის და რაღაცა ამ ასოცირდება ამ ყველაფერთან სიცოცხლის მომტანია და კვერცხის ერთმანეთთან დაჯახებით ჩვენ ადამიანები აღდგომას ულოცავთ ერთმანეთს ესევე პასკას ტკბილი პური არის რომელიც რაღაც სიხარულთან ასოცირდება და აღდგომის რაღაცა ეს განუყრელ ნაწილად იქცა მაგრამ ამავდროულად უნდა აღინიშნოს ის როგორც შემგან სასულიერო პირისგან და მღვდელმსახურისგან რომ ჩვენ არ უნდა დავიტანოთ ამ მდგომარეობამდე აღდგომა და ეს აღდგომას რა თქმა უნდა ალამაზებს და ამკობს თავისი არსებობით ეს კვერცხი პასკა და ჯეჯილი მაგრამ ჩვენ სულიერად უნდა მივიღოთ ეს ყველაფერი ქრისტემ აღდგომა იმიტომ მოიტანა რომ ადამიანის ცხოვრება შეცვლილიყო ჩვენ ყოველას მოგვეთხოვება ის რომ ჩვენი წილი აგური დავდოთ ეკლესიასთან ურთიერთობაში და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პატივისცემის გამოხატვა. აი მაგალითად ადამიანები რომელსაც არ გამოუხატავთ მარხვა და პატივისცემა ამ აღდგომის მარხვის გამო მე ვურჩევდი ყველას რომ ეს რაღაცა მაგალითად დაიდონ ის რომ ხელა თუნდაც რაღაცა შინაგანი გულის წვეტა არის იმისი რომ როდესაც აღდგომა დადგა ბევრ ადამიანს გული დაწყდა ამ ყველაფერზე და იქნება ამაზე მაინც დაფიქრდნენ რომ რაღაცნაირად სწორი ნაბიჯები გადადგან და შემდეგში მაინც ეს რაღაცა მარხვა აღარ გაუშვან ხელიდან ერთ მარხვას მეორე მარხვა ემატება ერთ დღესასწაულს მეორე დღესასწაული ემატება და ჩვენ გვაკლდება ეს ყველაფერი არავის არ აკლდება აი ესეთი რამე შეიძლება შედარება მოვიყვანოთ როდესაც მზის ხივებს ანათებს მზეს არ ჭირდება თვითონ არაფერი მზის ხივებს შეიძლება ადამიანი დაემალოს სადღაც შენობაში შეძრეს გულგით იაროს და ამ მზის ხივებს გამოაკლდეს იმის მიხედავად რომ D ვიტამინი ჭირდება მას შეიძლება ესე მოახერხოს თელი ცხოვრება მე რომ გამოვიდეს თუნდაც და მას რომ ქვების როლა დაუწყოს და ლანძღვა დაუწყოს მზის ხივებს ვერ შეცვლის და როგორც ვეფხის ტყავსანში წერია რომ ვართა და ნეხვთა ერთნაირად მოეფინების მზეო ამდულად ესე არის არ არჩევს ადამიანს არ არჩევს არც მას რასის მიუხედავად არც სქესის მიუხედავად არც მისი სიკეთის და სიბოროტის მიუხედავად ყველას ერთნაირად ათბობს და მსგავსად თუ შეიძლება რომ ღმერთთან მოვიტანოთ ეს შედარება ღმერთის ესე არის მე უფეოზე ცათაოს ლოცვა არსებობს ეს დასაწყისი ლოცვა როდესაც უკვე სულთმოფენობის შემდეგ წაიკითხება ხოლმე ეს ლოცვა სულიწმიდის გადმოსვლის შემდეგ ეს რამე წერია რომ რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსე მადლითა შენითა ღმერთზე ვამბობთ ამას და არ არსებობს არც ერთი ისეთი ადგილი არც ერთი ისეთი მდგომარეობა სადაც ღვთის მყოფობა არ იქნება
მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ზურგშექცევით ხდება ხოლმე ის, რომ ღმერთთან ურთიერთობას ვერ ვახერხებთ. თორე ისე არ შეიძლება, რომ სადმე ადგილი იყოს, რომ ღმერთი ვერ ვიპოვოთ ჩვენ. რა თქმა უნდა, აუცილებლად ეკლესიაში დიდება ღმერთი და იქ უნდა მივიდეთ და ჩვენი პატივისცემა ეკლესიასთან გამოვხატოთ, მაგრამ აი ეს მომენტი, რომ ჩვენ სადღაც ვერ პოულობთ ღმერთს და ჩვენ შინაგანში მგონია, რომ რაღაცნაირად ღმერთთან ურთიერთობა დავკარგეთ, ერთი მიზეზის გამო ხდება ხოლმე ის, რომ ჩვენ სულში ბევრი დამახინჯებული ტრადიციები არის, მოტმასნელი კომპლექსები, ფიქრები, განცდები, რაღაცები, რასაც ჩვენ ვერ თქულებთ მე და ჩვენსა და ღმერთს შორის რაღაცა ბარიერები იმართება, რომელსაც მე ვკარგავთ ღმერთთან ურთიერთობას და გონია, რომ სარწმუნოება არ გვაქვს. რო გავიხსენოთ ბავშვობის მდგომარეობა, ბავშვობაში თუ სხვანაირად იყო ნებისმიერი ახალი ჩადენილი ცოდვა, ჩვენ პირველად ჩადენილი ცოდვას სხვანაირად გვაწუხებდა. მე უბრალოდ ამ არგუმენტებით მოგვაქვს არგუმენტები თუ რატო შევწოდეთ, რატო ჩავიდინეთ და ეს სული გვიუხეშდება და გიქვავდება და ამის გამო ხდება ის, რომ ეკლესიასთან და საკუთარ თავთან ეს რაღაცა წინაღობები არის ხოლმე. რაც შეეხება ეკლესიასთან ურთიერთობას, ადამიანებს აქვთ ხოლმე კონკრეტულად რაღაც ადამიანებზე მიმართული, რომ იქ ისე იქცევიან, აქ ესე იქცევიან, ჩვენ არ მოგვეკითხება არავის ცუდი საქციელება. მხოლოდ და მხოლოდ მოგთხოვენ ჩვენ პირად ცხოვრებას, ჩვენ როგორ წარუდგებით ის წინაშე სული და სხეული ერთმანეთს გაიყოფა და წარუდგებით მათ აღუდგარი მაცხოვრის წინაშე, ჩვენ ვკითხავენ იმას, თუ ჩვენ როგორ მოვიქეცით, როდესაც სული წმინდის დადგენილი ეკლესიაში გამოვხატეთ, თორე ჩვენი პატივისცემა და უსურვებდი ყველა ადამიანს, რომ რაღაც აი ვისაც არ დაუცავს შემდეგში დაიცვას ეს მარხვა და აუცილებლად ამის სიხარული თვითონ შეიგრძნოს და ვინც დაიცვა და ეს სიხარული განიცა და კიდევ უფრო მეტად გულმოდგინებით შეგვესრულებინოს ჩემთვისაც იგივე უსურვებდა ასევე ყველა ჩვენთან. და რა თქმა უნდა განვიხილოთ კიდევ ის თემა და ჩვენ სურფასტალი მაყურებელს კიდევ ავუხსნით ყოველ წელიწადს ხდება იერუსალიმში ცეცხლის გადმოსვლა. და ეს არის დასტური, რომ უფალი იესო ქრისტე ჩვენთან არის. და ნუ ყოველთვის მე ვფიქრობ, აი ამას რა ახსნა აქვს, როდესაც ცეცხლის გადმოსვლა ხდება. ყოველ წელს ეს აღდგომის დღესასწაულის რამდენიმე დღით ადრე, ხომ? ერთი დღით ადრე. იმ დღესვე დღის განმავლობაში და მე უკვე საღამოს არის უკვე აღმოსახურება. და რა არის ეს ზოგადად რას ნიშნავს? ცეცხლის გადმოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ადამიანები მართლმადიდებლების არის ძალიან დიდი ნუგეში და სიხარული ჩვენ ვიცით რომ როდესაც მართლმადიდებელი პატრიარქი შებრძანდება იერუსალიმის ტაძარში, იქ ლოცვას ლოცულობს და აი ამ დროს გადმოდის ხოლმე ცეცხლი, მე გამოდის უნაწილებს ამ ცეცხლს. შეგნებულად ხდება ხოლმე ის რომ ამ ცეცხლთან დაკავშირებით ძალიან დიდი წინააღმდეგობა არის და ძირითადად ლათინებისგან მოდის, კათოლიკური სამყაროსგან მოდის ეს წინააღმდეგობა, რომ რაღაცა ნიჰილიზმით უყურებენ ამ ცეცხლს, ამბობენ იმას, რომ ცეცხლი იკურთხება და ისე ანთებს პატრიარქს და გამოდის ეს წარმოუდგენელი რამ არის. ჩვენ მაგალითად ვისთანაც გქონია ხოლმე შეხება იმისი, რომ უამრავი ადამიანი იერუსალიმში ნამყოფი და ამ ცეცხლის გადმოსვლას დასწრებია, ყველა ცალსახად აღნიშნავს, რომ იმ დროს, როდესაც ცეცხლი გადმოდის, ხდება რაღაცა გაელვება, ხდება შინაგანი სულიერი რაღაცა აღმაფრენა ესეთი, რომელსაც ზენით ვერ გადმოსცემს ადამიანი. ზოგადად მე შემიძლია ვთქვა იგივე რამ, როდესაც წირვაზე ადამიანი ესწრება, წირვას როდესაც ადამიანი ესწრება, რამდენი ადამიანის ესწრება, იმდენი სხვადასხვანაირად განიცდის ღმერთთან ურთიერთობას და ვისაც გული როგორ აქვს გახსნილი, ისე ღებულობს ამ ყველაფერს. იქ ვინც სარწმუნოებით ჩადის, ყველა თავის განცდას გრძნობს ცეცხლის გადმოსვლისას და დიდი დღესასწაული არის და დიდი ბედნიერება არის ადამიანებისთვის. მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ არც ცეცხლის გადმოსვლა ჩვენ ცხოვრებაში არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც არის მნიშვნელოვანი წირვა-ლოცვაზე დასწრება და საიდუმლოებთან მონაწილეობა და ეს არის რაღაცა ჩვენთვის სიხარულის მომრიჭებელი ცეცხლი, უმნიშვნელოვანესი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ქრისტეს სისხლთან ახლოსთან ზიარება, აღსარების თქმა და ეკლესიის წევრობა. მადლობა, უღრმეს მადლობა. ნუ რა თქმა უნდა, თვითონმა მართლმადიდებელმა უნდა დავიცვათ ეს წესი, აღსარება, ნუ ჩვენი ესეთი ჩადენილი ცოდვები ეს იქნება ნებსით უნებლიეთ, უნდა აღსარების დროს უნდა ვთქვათ ეს ყველაფერი და შემდეგ მარხვის პერიოდი ხდება, როდესაც უნდა დავიცვათ მარხვა. ეს მარხვა ნიშნავს, მაგალითად არის უკვე ადამიანებთა კატეგორია, რომლებიც თქვათ მარხვას იცავენ, მაგრამ აღსარებებს არ აბარებენ მამაოსთან და აი ეს რა
რატომ ხდება ასე. ნუ არ ვიცი, ბევრთან ესეთი მქონია შეკითხვები, მაგრამ ვიცავთ და ეს გამოდის კერძის თქვათ ამოშლას რაღაცის და ის რაც აუცილებელია აღსარება, თქვათ წირვებზე დასწრება და შემდეგ უკვე მარხვა უკვე ბოლოს დაბოლოება ის რომ უნდა ვეზიაროთ, გამწმიდოთ ხო ეს ჩვენი სხეულიც და სულიერათაც უნდა გავიზარდოთ და რატომ არის რომ რაღაც უფრო ასე არის მარხვას ვიცავ, მაგრამ ის რაც არის საეკლესიო წესით დადგენილი იმ წესებს არ ვასრულებთ. მადლობა გუჩი საინტერესო თემა, იმიტომ რომ ეს დიდი პრობლემა დგას, იმიტომ რომ რაღაცა ხშირ შემთხვევაში ადამიანებს აქვს თავისი დამოკიდებულება ყველაფერთან, როგორც ეკლესიასთან, ასევე რაღაც ადამიანს შეუძლია რომ იყოს ეკლესიურიც და ფიქრობს რომ რაღაც ეკლესიაშიც მოდიოდეს და თავის შეხედულება ჰქონდეს, მაგალითად ზოდიაქოებზე რაღაცა წარმოდგენებზე შეიძლება ტაროს კარტი გაშალოს ვიღაცამ. ეს არის თავისთავად სიმახინჯე. მთელი კულმინაცია ძალიან თქვენ როგორ ბრძანეთ ხო? მთელი კულმინაცია იმისი რომ წირვა ტარდება, ყველა წირვაზე, აბსოლუტურად ნებისმიერ წირვაზე. სეფსკვერი დაღვინო გარდაიქცევა ქრისტეს სისხლა და ხორცა და ამაში მღვდლები ვეზიარებით, მე გამოდივართ და ვინც მომზადებული ამრევლი მას ვაზიარებთ. ამ მომზადებულობა რას ნიშნავს? მომზადებულობა არის ის, რომ ადამიანი როდესაც ეკლესია მარხვას აცხადებს, მარხულობდეს, აღსარებას აბარებდეს და შესაბამისად წირველიცას ესწრებოდეს და თავის პირადი დამოკიდებულება ჰქონდეს მოძღვართან. აღსარების ართქმა ნიშნავს იმას, როდესაც ჩვენ ცოდვას ჩავდივართ, ჩვენ გონია ხოლმე ადამიანს ხანდახან ესე რომ რაღაცნაირად სირაქლემას პოზიციაში იმყოფება, თავის ჩარიგავს და გაგონია რომ დაიმალა რაღაცას დაიმალა და ჩვენ ამ გონებაში გავლენ გაფიქრს, რაც გულში განცდილ ემოციებს და ხორცილად ჩადენილ ცოდვებს, ყველაფერს ამას ღმერთს არ ჭირდება, არც ვიდეო თვალი არ ჭირდება, ღმერთს რაღაცა რამე ფორმით, რომ მან დაგინახოს, არ დაგინახოს, ეს აუცილებლად ღმერთმა ჩვენ ზუსტად იცის ჩვენს გონებაში რა ხდება და როდესაც შევცოდავთ არის ხოლმე სირცხვილი, მან აღიარება მე ამის აღარ არის სირცხვილი, აუცილებლად უნდა მიხვიდე მოძღვართან პირადად დაელაპარაკო და აღიაროს. ხშირად ესე ურჩევ ხოლმე და ვეუბნები ხოლმე ადამიანებს, რომ მე არ მაინტერესებს შენი პირადი კონკრეტულად ჩადენილი ცოდვები, იმიტომ რომ ისედაც ამის მეც არაფერს არ ვისმევი, როგორ შეცოდავი, როგორ არასწორად მოიქცა და შენც არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ამოიღო და ამოიგლიჯო გულიდან ადამიანი. რაც შეეხება მღვდელმსახურებს ჩააბარა ქრისტემ, რომ ვისაც აპატიებთ თქვენ, ეპატიებათ ამ ქვეყანაზეც და იმ ქვეყანაზეც, ვისაც შეკრული იქნება ამ ქვეყანაზეც და იმ ქვეყანაზეც. ჩვენსა და მრევლს შორის, როდესაც აღსარებას აბარებს, ქრისტე დგას ჩვენ შორის და ჩვენ ამ ლოცვის წაკითხვის დროს, როდესაც მიუტევებთ ცოდვას, მათი პატიებს ამ ცოდვებს და უმნიშვნელოვანესი არის, რომ ეს ადრე თუ გვიან ჩვენ უნდა მივხვდეთ იმას, რომ წეღან ვახსენეთ ბავშვობაში ჩადენილი ცოდვები, ხო? და ნებისმიერი ადამიანი განიცდის სინდისის ხმის მხილებას, რომ სინდისის ხმა ამ ხელს და ეუბნება, რომ აი რაღაცა შენ აქ არასწორად იქცევი, აქ არასწორად იქცევი. ეს არის საღვთო ხმა. საღვთო ხმა იმიტომ გეუბნება, რომ რაღაცა საშავებ და არასწორად იქცევი, რომ აუცილებლად ამის გამო პასუხი მოგეთხოვება. მოერთ ისე არ ისე უბრალოდ ჩვენ არ შეგვაგონებს რაღაცებს, რომ ამის გამო პასუხისგება არ მოგვიწევს, აუცილებლად მოგვიწევს პასუხისგება და აი ამ სინდისგან გვანთავისუფლებს ზუსტად აღსარება და ჩვენი გული მე რბილდება, სულში სიმშვიდე შემოდის, რაღაცა მყუდროება და სიხარული შემოდის, სხვა შემთხვევაში ადამიანი არის ფორიაქში, უიმედობაში, მე ცდილობს რომ ეს ცოდვები რაღაცა სხვა რაღაცეები ჩაანაცვლოს, ვიღაცა მაგალითად ნარკოტიკს ეძალება, ვიღაცა სასმელს ეძალება, ვიღაცა რაღაცა მეორე ცოდვას, რაღაც ახალ სხვა ცოდვას გამოიგონებს, რომ აი იმ სინდისის ხმას რაღაცნაირად გააყუჩოს სინდისის ხმა და გაიქცეს ამ მდგომარეობას და ხშირად მიფიქრია ხოლმე და ჩვენ მამებსაც გვისაუბრია ხოლმე ხშირად რომ ჩვენც რო არ არსებობდეს აღსარება, წარმოიდგინეთ ამ ხელა ბედნიერება და წყალობა არის ღვთისგან ის რომ შეგიძლია რომ შენი დამძიმებული სულით მიხვიდე ხო ყოველდღიურობაში ადამიანი აი სადაც გადიხარ გამოდიხარ სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში გიწევს ყოფნა მანქანაში გისიარული რაღაცები ჩვენ გვიწევს ხელის დაბანაც და დაბანაც არის რაღაცები ელემენტარული ყოველდღიური ცოდვები არის რაღაცები რაც ძიმე ცოდვები და მით უმეტეს აი ყოველდღიური ცოდვებიც კი რო არ თქვა ადამიანმა აღსარებაში რაღაცნაირად გიმძიმდება და ეს პატარ-პატარა წმინდა მამის დრამის ადარებენ რომ შენ ზურგს უკან მოკიდებული რო კონდეს და პატარ-პატარა კენჭებით გაგებსოს ეს ზურგჩანთა აუცილებლად დაგიმძიმდება და დიდი გახდება მე არის რაღაცები რაც დიდი ლოდები არის რაც აუცილებლად უნდა მოიშოროს ადამიანმა და თქვას აღსარებაში და ეს პატარ-პატარა ცოდვებიც კი და ვიღაცები ამას რაღაცა უმძიმეს ცოდვებს ატარებენ ადამიანები, რომლებიც ვერ ამბობენ სირცხვილის გამო და აუცილებლად წარდგებიან ღვთის წინაშე, სადაც იქ მოუწევთ პასუხისგება. მე და ყველას ურჩევდი, რომ არ არის მოსარიდებელი არაფერი, როგორც ექიმთან მიდის ადამიანი და
შეიძლება მშობელმა ეჩხუბოს მაგალითად რატო გაცივდა ბავშვი. მაგრამ ექიმს არასდროს არ გამოუთქვამს ეს პრეტენზია, რომ შენ რატო გაცივდი ცუდად, რატო გახდი. ექიმის მოვალეობა არის, რომ უცბად დაეხმაროს და გამოიყენოს ამ მდგომარეობიდან. ზუსტად იგივე რაღაცა ხდება სასულიერო პირის ცხოვრებაში. მე არ მახსენდება ადამიანი, რომელსაც ცოდვის გამო შენიშვნა მიმეცეს, რომ ეს როგორი კადრი, როგორ გააკეთე. ახლა ჩემამდე მოვიდა, ესე იგი მას ის სინანული აქვს და ცდილობს, რომ შეცვალოს. როცა მიმტკიცებს იმას, რომ ეს არასწორი არის, ვეცდები, რომ აუხსნა, რომ ამის გამო სინანული მართებს მასთან. და თქვენ ახსენეთ ექიმი და ექიმთან დაკავშირებით და თითქმის მე ძალიან დედასთან დაკავშირებით ცოტა მძიმე დიაგნოზი დავუსვეს და უკვე შედეგით მივიღეთ მკურნალობის შედეგად, რა თქმა უნდა, ღმერთისნების წყალობით და რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ ექიმების დახმარებითაც, მედიკამენტების მეშვეობითაც უკვე შეიძლება განკურნება. მაგრამ მე დავაკვირდი, რომ თითქმის ძალიან ბევრი ექიმთან მქონდა შეხება და ყველას კაბინეტში აქვს კუთხე ხატების. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ რიგითი ადამიანები არიან, მათ გაიარეს რაღაც გარკვეული წლები შეისწავლეს ეს თეორიული, პრაქტიკული ცოდნა და შემდეგ უკვე ეხმარებიან გაჭირებულ ადამიანებს, განსაცდელში მყოფ ადამიანებს ფიზიკურად, როდესაც თქვათ დაავადება რაღაც შეეყრებათ. და მაგრამ მაინც მე ვფიქრობ, რომ უფრო თავში და სათავეში არის სულიერება და უფლის რწმენა. და ყველა ექიმს მე ვუყურებდი კუთხეში ჰქონდათ განთავსებული ხატები. და აი ეს ყოველთვის ხონდა კითხვის, აი ვსვავდი კითხვას ხოლმე, მათ ვერ უბედავდი და მინდა რომ ახლა ტელევიზიით რო ვთქვათ, რომ ვფიქრობ, რომ ალბათ მათ ექიმებსაც რაღაც დიდი რწმენა აქვთ, როდესაც განთავსებულ მართლმადიდებლები ბრძანდებიან, მაგრამ ბევრი ვერ გამოირჩევა სიღრმისეული რწმენით. და რაღაც უფრო მეტად, უფრო ალბათ იმ მათსაც ღებულობენ, რომ უკვე იმ პაციენტებსაც უფრო მეტი შედეგი აქვთ, საშველი. კი, ალბათ სხვადასხვანაირი კატეგორიის ექიმები არსებობენ ჩვენს ქვეყანაში, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში და თვითონაც ხვდებიან იმას, რომ ბევრი ადამიანი მაგალითად, ვინც ამას სიღრმისეულად უყურებს, ხვდება იმას, რომ რა თქმა უნდა თვითონ ბოლომდე იხარჯებიან, არსებობენ ხო პროფესიონალები და რაღაცა ღრმა პროფესიონალები არსებობენ შედარებით უფრო ნაკლებად განათლებული, მაგრამ აი რაც არ უნდა პროფესიონალი იყოს ადამიანი, ხვდება იმას, რომ თავისი ხელის იქით კიდე რაღაცა ხდება ისეთი მიღმიერში და სულიერში, რასაც ბევრჯერ შეცვლა ხოლმე რაღაცები. აი მე არ მეგულება სასულიერო პირი, რომელსაც თავის ცხოვრებაში აი მსგავსი სასწაული არ ენახოს. ძალიან ბევრი სასწაული ყოფილა ხოლმე ჩვენ ცხოვრებაში, რომ მაგალითად მივსულ ვართ, აი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ადამიანისთვის პარაკლისი გადაგვიხდია, შვიდგზის ეთისყება ჩაგვიტარებია, გვიზიარებია, გვილოცია მასე და უცბად შეცვლა რაღაცები თვითონ ექიმების გაუგნებულები ყოფილან ხოლმე. და ესეთი ძალიან ბევრი ხარ მინდა დეტალებზე ვისაუბრო, იმიტომ რომ ჩვენ ესეთი რამე გვაქვს სასულიერო პირებს, რომ პავლე მოციქულის ჰქონდა ესეთი პავლე მოციქული მოგეხსენებათ მის ცხოვრებაში ჩრდილიც კი კურნავდაო მისიო, რომ გაივლიდა დაავადებებს ადამიანსაც ვიღაცა შეეხებოდა და იკურნებოდა მკვდარს აღადგენდა პავლე მოციქული და უამრავი კურნება ხდებოდა ხოლმე მისი ხელიდან და ეს რამეს ამბობს, რომ ტკივილი მქონდაო, თავის ტკივილიო, ესე ვარაუდობდნენ, რომ შაკიკი ჰქონდა თავის ტკივილიო და ვილოცეო რამდენჯერმეო და ღმერთმა არ აიღო ჩემგანო ეს ტკივილიო. და ეს მიანიშნებს იმას, რომ ადამიანმა თავისი ადამიანობა იგრძნოს, რომ მისი ხელით არ ხდება ეს განკურნებები და ღვთისგან არის და თავის ხანდახან შეიძლება შენ თავშიც კი ეს სისუსტე დაგრჩეს და სხვას შეიძლება შენი ხელიდან ეს აღსრულდეს. და ეს პატივი რომ ადამიანმა განიკუთვნოს, ახლა რამდენიმე დღის წინ იყო ხო, რაღაც ერთი კვირის წინ იყო ბზობა ვიზე მეთ ადამიანებმა და ბზობას როდესაც მაცხოვარი ზის ვირზე და შედის იერუსალიმში და იქ უგალობენ სანამ აღალთა შინას და ადიდებენ ღმერთს, უგებენ რტოებს, უგებენ ტანსაცმელს, პატივისცემას გამოხატავენ. წმინდა იოანე ქორპირის რამეს ამბობს, რომ როდესაც ამ ვირს რო გონებოდაო, რომ მისთვის იყო ეს პატივი განკუთვნილი, ზუსტად გავსი რამეო, რომ ადამიანმა რომელმაც თავისი ამ ღვთისგან მოხდენილი სასწაულო საკუთარ თავს მიაწერო, ზუსტად მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდება ადამიანი და ჩვენ ვიცით კიდე ერთხელ ვამბობ, ყველა სასულიერო პირს თითქმის კი არა და მე არ ვიცი არ მეგულება არავინისაც, აი ესეთი რაღაცა შემხებლობა არ ქონოდა ესეც ასწავლებთან და ჩვენ თვალწინ ხდება ხოლმე ესეთი უამრავი რაღაცები და მით უმეტეს ექიმები ძალიან დიდი წყალობა არის მათი არსებობა, მათი არსებობის შედეგად ბევრი რაღაცები ხდება კიდე ერთხელ, მაგრამ არის აი მივსულ ვარ სიტყვაზე
ადამიანთან გადაგვიხდია პარაკლისი ზუსტად იგივე დამაშვალობით გვიზრუნია მასე, მაგრამ ეს გადაწყვეტილი ქონია მისი გაყვანა და გაუყვანია ამ ქვეყნიდან. ეს ჩვენ ხელში არ არის, რა თქმა უნდა, ჩვენს ლოცვას და ჩვენს ლოცვის შეწევნას ძალიან დიდი ძალა აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში ღმერთთან წყდება. ისევე ზუსტად იგივენერად შეუძლიათ ექიმებსაც ეს მოიყვანონ. ხო შეიძლება რაღაცა ძალიან მძიმე პაციენტი გამოუყვანიათ თავისი მდგომარეობიდან, რაღაცა მძიმე მდგომარეობიდან და ვიღაცას მაგალითად არც ისეთი მძიმე მდგომარეობიდან გასვლა ამ ქვეყნიდან ეს პაციენტი და რა ვიცი, ხმერთა დაუცს ყველა ექიმები და ძალიან კარგი ადამიანები არიან, როცა სწორად იყენებენ თავის პროფესიას. ნუ ბზობის დღესასწაულის შემდეგ უკვე ხარების დღესასწაული იყო. და ხარების დღესასწაული ეს არის, როდესაც დაიბადა უფალი როდესაც ეხარა ღვთისმშობელს მაცხოვრის ჩასახვა და ეს არის ხარები. გაბრიელ მთავარანგელოზი ეცხადება და ახარებს ჩასახვას მაცხოვრისას და ღვთისმშობელი არის გაკვირვებული, როდესაც მე კაცი არ მინახავს და შესაბამისად როგორ შეიძლება და ჩვენს წიაღში ადამიანი ჩაისახოს, მე ხვდება რომ ეს არის ღვთისგან ეს ყველაფერი და ბოლოს ეუბნება მეყავ როგორც ღვთისნება არის, ესე იყოს ეს ყველაფერი თან ხვდება ღვთისმშობელი ამ დიდ მორჩილებას გამოხატავს ღვთისა და ანგელოზის წინაშე და მის ცხოვრებას შემდეგ ესე გრძელდება. უდიდეს დღესასწაული არის ხარება. ხარება არის საწყისი დღესასწაულებისა. ახალი აღთქმის სადღესასწაულო საწყისი არის და ჩვენ ეს ხარებაც აღნიშნეთ დაემთხვა მძიმე კვირაში და მძიმე კვირაში რაცა ყველაზე მძიმე კვირა არის წინა აღთქმის წინა კვირა და სამშაბათ დღეს ვიზეიმეთ ხარება და რაცა ძალიან ესეთია ხოლმე ესევდასთან ესე მარხვის სიმძიმესთან და ესევე ხარების სიხარულთან შეზავებული დღესასწაული იყო და ულოცავ ყველას უღრმესი მადლობა. ნუ რა თქმა უნდა ჩვენ ეს განვიხილეთ თვით აღდგომის დღესასწაული რა არის, რა ტრადიციებთან გვაქვს კავშირი და მე ვფიქრობ რომ ჩვენ სურფასთან ემაყურებელს და ყველა მართლმადიდებელს უნდა ვუთხრათ რომ აუცილებელი არის აღზარება და ის საეკლესიო წესები რაც დანერგილია ჩვენ უნდა ვეზიაროთ ამ ყველაფერს. ჩემი ჩათვლით რა თქმა უნდა. და უქმესი მადლობა რომ მოვძანდით ჩვენთან გადაცემაში და წარმატებებს გისურვებთ მომავალ და თქვენი რჩევები მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის და თქვენი დარიგება და ჩვენ სურფას ტელემაყურებელს და რა თქმა უნდა ემიგრანტებს ყოველთვის გადაცემაში ვახსენებ ემიგრანტებს დიდ სიყვარულს უგზავნით და თქვენ რას ურჩევდით და რას გვეტყოდით. ერთმა დაუცვა ჩვენი ემიგრანტები და ულოცავ ქრისტეს აღდგომას და ეს სიხარული მათაც აი მთელი არსებით გაიაზრებინოთ. მეც დედიკო მყავს ემიგრანტი და აქედან მოვიკითხავ და გაუცეს ღმერთმა ყველა ემიგრანტები. ღმერთმა მალე დააბრუნოს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ქვეყანას ჭირდება ის ადამიანები, რომლებიც წასულები არიან და ბევრი ადამიანს აკლია, ბევრი ადამიანი ამ ნაკურნებას განიცდის, მათაც თავისი სევდა და მონატრება აქვს და ძალიან დიდი შრომის და ძალისხმევის ფასად უწევთ იქ ყოფნა ხოლმე და ერთმა დაუცეს და მალე დააბრუნოს ჩვენ ქვეყანაში და ყველას ერთად გვეზეიმოს ხოლმე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ყველას ერთად ასეთ ყველა ერთად საქართველოს სიყვარულში ყველა ერთად შევგრებილი ყავთ. ამინ. და დღევანდელი ჩვენ გადაცემის სტუმარი ბრძანდებოდა ვაკეში მდებარე მაცხოვრის ფერისვალების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა ლუკა მუხიგულაშვილი. გემშვიდობებით ბედნიერად.